მოგესალმებით, მე ვარ ისევ საბუკია და ისევ ვიღებ ვიდეოს. პირველ რიგში ვიდავიწყებ დიდ მადლობას გადაგიხდით. როგორც ვხვდებით, 10 subscribers გადავსდით. უკვე 20 რაღაცაზე ვართ, რაც ძალიან მაგარია. ანუ იმ ვიდეო მიმუშავა, ამის გამინდა. დღეს რაზე მინდა ვისაუბროთ? ესეთ რამეზე თუ აქვს თქვენ საუბარი, ვინმესთან ერთად რომ აი რაღაცას რო აკეთებს და ტიპი რო გეუბნება რომ ვაი იცი, ამას ჩვენ ერთხელ საბოლოოდ გავაკეთებთ და არ გვეცოდინება რომ ეს საბოლოოდ გავაკეთეთ. ან რაღაცას რო გეუბნება რომ აი იცი ჩვენ ერთხელ სულ ბოლოჯერ ვითამაშეთ და ახუჭავანა და არ ვიცოდი ეს ბოლო ახუჭავანა იყო. ეს მაგარი თემაა. მე ამ თემაზე მე იმდენი ვიფიქრე რომ ეს თემა გადავიყვანე გლობალურ თემა. ძალიან ზოგადად შევხედე და ყველაფერზე მას ემუშავებს გეუთხარი რომ მეთქი აი ვიღაცამ საერთოდ ბოლოჯერ ითამაშებს და ხუჭავანს ეს ბოლოჯერ თამაში არ არის სევდიანი ჩემთვის. უფრო არის დებილობა. რაღაც ისეთია რა. ბოლოჯერ თამაშობ და თან არისო ბოლოჯერ რომ სევდიანი რომ მაშინ უნდა იცოდე რომ ბოლოჯერ თამაშობ. ანუ როცა იცი რომ ბოლოჯერ დაარეკავშირე მეგობართან და იცი რომ ბოლოჯერ არის, მაშინ არ სევდიანი. როცა არ იცი დებილობაა რა. მაგრამ ამაზე დებილობა არის რაღაცა რომ პირველად ხდება. ვიღაც რაღაცას პირველად გააკეთებს. აი მაგალითად რომ მოგიყვანოთ, წარმოვიდგინეთ პირველი ფოკუსნიკი. ანუ პირველი ადამიანი ვინც რაც კარტი გააქრო რა. აი ესე რო იდგა რა ეს კარტი რო ეკავა და ეხა არჩიო ამასო და ესე და გაბანო და გააქრო რა. ეს რო დგას და რა უკრა ეხა ვინ თითებს ასროებს თითი უძრება და ნუ მოკლეს. ძალიან დებილობაა რა. მე რო პირველი ფოკუსნიკი ვიყო არ მინდა ვინჩენი რომ ბოლოს გავაკეთე ფოკუსი და რაღაც ამბი ჩაიფიქრე კარტი რაღაც ისმოლე. აი წარმოვიდგინეთ კიდე ფოკუსნიკი კარგი მაგალითი არის. აი წარმოვიდგინეთ პირველი მსახიობი. აი პროფესიონალი მსახიობი რა. რაღაც მეფის შვილი როა. და რო სხვა იმეს რო ექნა სასახლეში მოკლავდნენ უბრალოდ ფიზიკურად და დაწვავდნენ. აი მეფის შვილი, მეფის ბაბუის რაღაც ჭიქა წაიქცევა რა. ჭიქა და დაიწყებს რომ აუ ეს რა მომივიდა და აი მოძრაობას რო გააკეთებს. მეფე ამას დაინახავს და მოისა შენ ეხლა შენ არ წენია, მაგრამ მე მეკონა რომ გეწყინა. მოისა შენ ეხლა იმას ქენი, მსხალი კი არა, იმ მსახიობე. რაღაც ესეთი იქნებოდა. თავისი არ იქნებოდა, მაგრამ ხო ხტებით ასულოცო. მე ეს ბავშვი ფიქრობს რომ მოიცა ეხლა ეს მოგეწონა მე რომ მსახიობე, მაშინ უფასოდ რატო მსახიობო, მომე ფული და ისე მსახიობებ. და მე ამაში ფული მიცეს. მე რაღაც როლები დაარქვეს, შეხარ ჯეკი, ტიტანიკიდან, მიდი ეხლა იმას ქენი, დაიხრჩე და იხრჩობა და ბრავო დაშუბრა. სიკიფს ეგის მაგარი დებილობა ჩემს, ვიდრე ვიღაცაო ბოლოჯერ ითამაშებს რაღაც ესეთ პროფესია არსებობს, გოლფის ბურთების ხმატბინა ამომდანი. წამოდი ვიღაცაო პირველად გახდა იქ პროფესია, პირველად რომ მოვიდა იქ რაღაც. თამაშობდნენ გოლფს, ეს ხტება, ვინც არ ტყავს რომ ეს ბურთი ჩავარდება და მაშინ ხტება რომ ამოიტანოს, მაგრამ იხრჩობა ლამბეს და ვიღაც ტიპი დგას იქ და ჩემის მოდი ეს ბურთი ამომიტანეო და ისენები კი ბატონო და რაღაც ძალიან თესლაჩვება ის რა. და აი უპასოდ რატომ ფული გააძრეო და კი ბატონო და აი ფული მიცა თუ არა ეს ხელში გადავიდა თუ არა ფული მაგწამიდან ტიპი გახდა ოფიციალური გოლფის ბურთების ღრმატბიდან ამომტანი. ნუ პირველი იყო ძალიან დებილობა, აი პირველი რო ხა მაგარი დებილობა. მაგას მე შენია ბოლოჯერ ვიღაცა ამოიტანოს და იყოს ბოლო და იყოს სევდიანი თვაც არის მაგის ასოთი. ნამშობა. კიდევ ესეთი არის აი დღესდღეობით ხო გვაქვს პროფესიონალი მოცეკვავები ხო ყავს. აი წამოვიდგინეთ პირველად რომ გახდა პროფესიონალი მოცეკვავი რა. რაღაცა უგანდაში რაღაცებს ესე ურყავენ რა. დინ რაღაც მუხლებს ეკითხავენ და რაღაც პირჩები ახმებს და ერთ ტიპი იდგა და რაღაცა ისე აკეთებს რა. ესე და ეხლა გახიდა და შენ ეხლა რას საკეთებო და ესე ვნება რომ ბიჭო ცეკო. და ხო ესე იქნებოდა ალბათ. და მე ხო ცეკოვდნენ და რაღაცა მოიფიქრევა და მე ხო მთელი უგანდა ესე შვებოდა და მე ერთი შვებოდა რაღაც ძალიან მაგრა რაღაც სხვაგან იყო რა გასული და შენო ფულსბოქსებს რო ქნაო ego. მე ამაში ფულსო ვიღებ ეს გავაკეთო და ხო და ბრაგან გავიდა 22 საუკუნე და დღესდღეობით გვაქვს პროფესიონალი ჰიპოფარტისტები რომელიც დაჟე PvP-ში გამოდიან და ცეკვავენ და მაგაში ფულს იღებენ და ხალხი უღალს აკეთებს. არ და უბრალოდ რაღაც ფაქტები. რა მიშურებ. ძალიან დებილობა. კიდევ ეგეთი არის აი პირველი კომენტარი ჩემს არხზე. Harvard dropout ერთი. ჩემი ესეთი კომენტარი იყო, ჩემი აქ ესე შეება რა, ჩემი აი ეს აბშოშერი გადავიწყოთ. თუ შეაწყვეტეთ ეს ამ ვიდეოში თლად ჩილინგი არ მიდის. ჩავთე და ტიპმა ევერს არ გადავმთელავო, ვერ დავინახეთ, ხო? ამიტომ მე მოვიფიქრე ერთი სეგმენტი არ ვიცი რომელიც მოიცავს კითხვას. დღეს ჩვენ წავიკითხავთ პატარა სიგნოს. თუმცა უამრავი შენიშვნა მივიღე რომ შენ რო კითხულობო, ჩვენც ახლა ცალკე წიგნი მოვიძიოთო ბაზარიო. ამიტომ წიგნი რაღაც მოატრიალეო, რომ ჩვენ წავიკითხოთ შევაკითხოთ მაშინოდა. ხა რა ხდება? მე დავიკითხო ბოლო გვერდს ჩვენ. ამ ბოლო გვერდის მიხედვით ჩვენ ვთქვათ, თინა წიგნში რა ხდება? კომენტარებში დავიწეროთ. ვინც მართალი იქნება შემდეგ ვიდეოში, სადმე ამონაცდება და შემდეგ გადაცემაში ერთად ვიქნებით.
თუ მე ვიყავი მართალი, მე და მე ვიქნებით, მაგის გამოცდილება კი გვაქვს, რომ მე და მე ვიყოთ და კიდე ბევრი მე ვიყოთ. Გამაინტერესებს ეს თუ წაიკითხეთ წიგნის ავტორი არის დასაჭერი პოლიცია უნდა ჩაერიოს ადამიანს აქ დაწერილი რომ 200 რაღაც წლის იქნები 300 წამი რომ ეხლა მოკვდებიო მაგრამ თუმცა ბავშვების სიცილი წლებს მოგემატებსო და ამას აქ თქვა მე რომ აი აბაში ცხოვრება ვიცხოვრებ და უხარი და ბავშვებს მიუწვავ თუ რაღაც ჩემი აზრით აი ჩემს ვაფიქსირებ ეს არის კრიმინალური დრამა არის ფანტაზია რა სადაც ეს სერიოზი არის პედოფილი და მეორე ნაწილში დაიჯერე არ ვიცი სერიოზი ხო არა მაგრამ ჩემი ვერსია იგი არის რა რა თქმა უნდა ამ ტიპს წავიკითხავ და შემდეგ ვიდეოს მესაჯია პასუხი კომენტარებში ორი კომენტარი თუ იქნება იქნებ კი ავაჩეთ რომელიმე ამაჯებულს კიდევ ერთი თქმა მინდა ვიდეოს დასრულება არის ჩემი არ ვიცი ოპი არ შემიძლია აი ეხლა ვქროვე და მე ამით დაგემშვიდობ ვის ვემშვიდობები ტრაიპოდი დგას თუ რაღაცა და ტელეფონს უყურებ ვის ვემშვიდობები ამიტომ ეხლა მე კლასიკურად რაღაც თემაზე ვიმოდიალებ ჩემი ედიტორი ამას ასწრაფებს და თქვენ როცა გაიხარდებათ აი ხო უყურებთ და აი რო ვიტყვით რომ ეხლა გამიხარდებოთ და გამართეთ